პავლე მოციქულისა წიგნი კორინთელთა მიმართ პირველი, თავი მესამე. და მე, ძმანო, ვერ უძლე სიტყვად თქვენ და ვითარცა სულიერთა, რამეთ ვითარცა ხორციელთა, ვითარცა ჩვილთა ქრისტეს მიერ. სძე გასო თქვენ და არა საჭმელი, რამე თუ არ გაგეძლო, არამედ არცაღა აწ გიძლავს. რამე თუ წუთღა ხორციელვე ხართ, რამე თუ სადაღა თქვენ შორის შური და ხდომაი და განწვალებანი, არა ხორციელვე ხართა და კაცობრივი ქცევით. რამე თუ რა ჟამს ვინმე იტყოდის, ვითარმეთ მე პავლესი ვარ და სხვა იტყოდის მე აპოლოისი ვარ, არა ხორციელვე ხართა. რამე თუ რა იარს პავლე, ანუ რა იარს აპოლო, არამედ მსახურნი, რომელთაგან თქვენ გრწმენა და კაცადსა ვითარცა უფალმან მისცა. მე დავასხ, აპოლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა. აც უკვე არცა დამსხმელი რაი არს, არცა მომრწყველი, არამედ აღმაორძინებელი ღმერთი. ხოლო დამსხმელი და მომრწყველი ერთ არიან და კაცადმან თვისის სასყიდელი მიიღოს თვისისა ებშრომისა. რამე თუ ღმრთისათანა შემწენი ვართ, ღვთისა ნამუშაკევნი, ღვთისა აღშენებულნი ხართ. მადლითა მიძღმთისაითა მოცემულითა ჩემ და ვითარცა ბრძენმან ხუროთ მოძღვარმან საფუძველი დავსდევ, ხოლო სხვა იგი აშენებდინ, ხოლო კაცადი ეკრძალინი ვითარძი აშენებდეს. ამ თუ საფუძველი სხვაი ვერ ვისხელე წიფების დადებად გარეშე მისა, რომელი იგი დადებულ არს, რომელ არს იესო ქრისტე. უკეთო ვინმე აშენებდეს საფუძველს ამაზე და უქროსა ვერცხსა, ანთრაკთა პატიოსანთა ძელსა, თივასა, ლერწამსა, კაცადისა იგი საქმე გამოცხადნეს, რამე თუ დღემან მან გამოაცხადოს, რამე თუ ცეცხლთა გამოჩინება დაარს და კაცადისა იგი საქმე ვითარ რა იყოს, ცეცხლმან გამოცადოს. რომელისა იგი საქმე ეგოს, რომელ აღაშენა, სასყიდელი მოიღოს, რომელსა იგი საქმე დაიწვას, იზღვიოს, ხოლო იგი განერეს და ეგრეთ განერეს ვითარცა ცეცხლისაგან. არა უწყით არამე თუ ტაძარი ღმრთისანი ხართ და სული ღმრთისაი დამკვდრებულ არს თქვენ შორის, რომელმან ტაძარი ღმრთისაი გაახრწნეს იგიცა ღმერთმან, რამე თუ ტაძარი ღმრთისაი წმინდა არს, რომელი გეხართ თქვენ. ლუინ თავსათვისა აცტუნებნ, უკეთო ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავითვისი თქვენ შორის ამას სოფელსა სულელი ქმნენინ, რაითა იყოს იგი ბრძენ. რამე თუ სიბძნე ამის სოფლისაი სიცოფი არს წინაშე ღმრთისა, რამე თუ წერილ არს, რომელმან შეიპყრნის ბრძენი სივერაგითა მათითა და ყვალად იტყვის უფალმან უწყმის ზარხვანი ბრძენთანი, რამე თუ არიან ამაო. ვინაიცა ნუ ვინიქადინ კაცთაგანი, რამე თუ ყოველივე თქვენი არს. გინა თუ პავლე, გინა თუ აპოლო, გინა თუ კეფა, გინა თუ სოფელი, გინა თუ ცხოვრება, გინა თუ სიკვდილი, გინა თუ აწინდელი ჟამი, გინა თუ მერმე იგი ჟამი, ყოველივე თქვენი არს, ხოლო თქვენ ქრისტესი, ხოლო ქრისტე ღმრთისაი.